დიდი მადლობა. ბოლო ცნობებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვიცით, რომ შეერთებული შტატები გამომდინარე საფრთხის, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდნენ ამერიკელი სამხედროები ახლო აღმოსავლეთში, იწყებს ნაწილის ევაკუაციას ბაზებიდან, ყატარში მისი ბაზიდან. ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გადაწყვეტა, რომ უპასუხებს ირანში მიმდინარე მოვლენებს ჯერჯერობით უცნობია და არ ვიცით ადასტურებს ეს თუ არა ამას. ის რაც ამ დროისთვის ვიცით არის ის, რომ ნამდვილად განიხილება ვარიანტები იმისა, თუ როგორი პასუხი უნდა ქონდეს შეერთებულ შტატებს და ისიც ვიცით, რომ დღეს დაგეგმილია სწორედ ერთ-ერთი დემონსტრანტის ჩამოხრჩობა ირანში და სიკვდილით დასჯა ძალიან ხშირად გამოყენებული ფორმაა. ბოლო წლის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელსაც რეჟიმი სიკვდილით ჯის და ეს იყო ყოველთვის დიდი შეშფოთებით საგანი, როგორც ადამიანის უფლებების ორგანიზაციებისთვის, ასევე იმ მთავრობების მხრიდან, რომლებიც ადევნებდნენ თვალს მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდანაც ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუ რა ნაბიჯს გადადგავს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ დროისთვის, რა თქმა უნდა, უცნობია. დიდი ალბათობით ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ამერიკის სამხედრო ინტერვენცია ამ შემთხვევაში ირანში რეჟიმის წინააღმდეგ დემონსტრანტების დახმარების კუთხით, რამდენად ექნება მას ეფექტი და აქვს თუ არა შესაძლებლობები შეერთებულ შტატებს, რომ შიგნით ადგილზე მისი ნაბიჯით მოახდინოს გარკვეული გარდატეხა. თუმცა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, არა მხოლოდ მიმდინარე პროცესში გარდატეხა არის საგანი, რომელზეც სავარაუდოდ შეერთებული შტატები არის შეშფოთებული, არამედ ის თუ რა შეიძლება იყოს უკვე შემდეგ, როგორი შეიძლება იყოს როგორ განვითარდეს ვითარება მომავალში, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ვიცით, ირანში, რა თქმა უნდა, რეჟიმს აქვს თავისი ვერტიკალი, ყავს რევოლუციის გუშაკთა კორპუსი, რომელიც აკონტროლებს უდიდეს ნაწილს უსაფრთხოების სტრუქტურებს, თუმცა ამასთან ერთად ირანი არის 90 მილიონიანი ქვეყანა, სადაც ბევრი რომელიც ბევრ ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს, მათ შორის აზერბაიჯანელ უმცირესობას, ქურთ უმცირესობას, ბალუჩისტანის რეგიონს. სწორედ ამიტომ ის თუ რა შეიძლება მოყვეს ამას და რამდენად შეიძლება ეს იყოს სწორედ შეერთებული შტატების ინტერესებში ვითარების არეულობა, რომელიც შეიძლება ამან გამოიწვევს კი არა ეს არეულობას და ასე შემდეგ, სწორედ სავარაუდოდ ეს საკითხები არის ის, რაზეც ახლა შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია და ანუ ეს მაღალი მოლოდინი ალბათ შექმნა ისევ აი ტრამპის განცხადებამ, ხო, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ დახმარება არის გზაში. ჩვენ მოუყევით ასევე მაყურებელს, რომ ეს ზუსტად დეტროიტში მყოფ ტრამპს კითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, რაც მან დაწერა ირანელ დემონსტრანტებთან დაკავშირებით, რომ დახმარება გზაშია და უნდა გააგრძელონ პროტესტი, ხო? პროტესტში მონაწილეობა, რაზეც ფაქტიურად მან არ მოინდომა, რომ კიდევ დამატებით ეთქვა, თქვენ თავად მიხვდით ამის შესახებ. აი დილაა, ხო, ეხა ამერიკაში და ცხადია, ყველა შემდეგი განცხადება იქნება კრიტიკული მნიშვნელობის, მით უმეტეს იმ ცნობების გათვალისწინებით, რითიც თქვენც დაიწყეთ საუბარი, რომ ერთ-ერთ უდიდეს ბაზაზე გამოცხადებულია პერსონალის გაყვანა. რაც უკავშირდება ირანის სავარაუდო პასუხს, ჩვენ ხშირად გვინახავს ამერიკის საჰაერო შეტევების თუ სხვა მოქმედებების შემდეგ, რომ ირანს გადაუდგამს მისი ასე ვთქვათ პროქსი ჯგუფების მხრიდან ნაბიჯები, რომლებიც სამიზნეში იღებდა უკვე ამერიკელ პერსონალს და ამერიკელ სამხედროებს ახლო აღმოსავლეთში. დიახ, სავარაუდოდ განხილვა უკავშირდება სწორედ იმ საკითხებს, რაც ჩამოთვალე, აღნიშნე სიკვდილით დასჯა, იმიტომ რომ სწორედ ამას დაუკავშირა მის პირველ განცხადებაში პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის შემთხვევაში ნაბიჯის გადადგმა და დღეს დაგეგმილია ერთ-ერთი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა და ვიხილავთ ეს რამენერად შეცვლის თუ არა თეთრი სახლის კალკულაციაც და ვიხილავთ თუ არა რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს. სავარაუდოდ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ყველა ასეთ თქვენ აღნიშნეთ, რომ შეშფოთების საგანია, იმიტომ რომ ამ საშინელ პრაქტიკას ადგილზე დიდი ხანია მიმართავენ რევოლუციის შემდეგ, მაგრამ ყველა ასეთი დაანონსებული სიკვდილის დასჯის წინ არ ვრცელდება ამერიკის პრეზიდენტის მუქარა, ამიტომ აი კონკრეტულად სოლტანის საკითხი და სხვა პირების საკითხი ახლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოოდ რაზე წავა ადგილზე აიათოლას რეჟიმი. მთავარი ხო, რა შეიძლება ამერიკის საქმედება ამ შემთხვევაში გამოიწვიოს. ამერიკისთვის ირანის რეჟიმის საკუთარი გადაწყვეტილებით არის მტერი. ყოველ განცხადებაში სწორედ სიკვდილს უსურვებენ შეერთებულ შტატებს ისრაელთან ერთად ირანის
რეჟიმის წარმომადგენლები, მათ შორის აიათოლაც, სწორედ ამიტომ შეერთებული შტატებისთვის ირანში რეჟიმის ცვლილება, ამ რეჟიმის ცვლილება, რომელიც მას მტრად აცხადებს, მის ინტერესებში ნამდვილად შედის, თუმცა დიდი ალბათობით ასევე ყველაფერი ეს უკავშირდება იმას, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ჩარევა, რადგან პრეზიდენტი ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელიც განსხვავებით გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულ შტატებში იქნება ეს ერაყში თუ ავღანეთში შეერთებული შტატების ინტერვენცია, მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება სწორედ ამ საგარეო არენაზე ამერიკის როლს, როდესაც საქმე ეხება, სწორედ ამას უკავშირდება. ამიტომ ამერიკის შიგნით მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე და პრეზიდენტის მისი ბაზის და მისი ამომრჩევლების პოზიციებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს საერთაშორისო დონეზე, თუმცა ის იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო დონეზე, სადაც ამერიკის სამხედროები ადგილზე განთავსება არ ხდება. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიხილეთ ასევე ცნობები, რომ მიდის მოლაპარაკებები. ამიტომაც სახმელეთო ოპერაციაზე არ არის საუბარი და აქ წერტილოვან შესაძლო დარტყმაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რაღაც გარკვეული წერტილები გადაცემულიც არის გავრცელდა, ნახოთ. ხო, ეს ამ ეტაპზე არის სპეკულაცია, მეტი დეტალები ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ვიცით, დიდი ალბათობით, როგორც ვენესუელას შემთხვევაში ვიხილეთ, ეს განხილვები არის ძალიან მცირე ადმინისტრაციის გუნდთან ერთად და სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, რომელიც დაჟონავს ის ნაწილი, რისი გაჟონვაც სავარაუდოდ ამერიკის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე სურს. დიდი მადლობა, ანი, დაგემშვიდობებით, ვნახოთ როგორ განვითარდება